განვაგრძობთ საუბარს ფილოსოფიის ჟანრის შესახებ. ჩვენ ვეხებოდით საკითხს იმის თაობაზე, თუ რა დამოკიდებულება აქვს ეკლესიის მამებს ანტიკური ფილოსოფიისადმი. წინა საუბარში შევეხეთ წმინდა იუსტინე მარტვილს, დიდ მართლმადიდებელ მოძღვარს თეოფილე ანტიოქიელს და ვეხებოდით კლიმენტი ალექსანდრიელს. აქედანვე ვაგრძელებთ ჩვენს საუბარს. აღნიშნავთ იმას, რაზეც ბოლო საუბარი დავასრულეთ, რომ კლიმენტი ალექსანდრიელი იყო უაღრესად დაფასებული ეკლესიის მამათაგან. მიუთითეთ კიდეც სათანადო შრომა, რაც შეუძლია მსმენელს მოიძიოს. კვლავ შეგახსენებთ გზასამეუფოს ასეთი ჟურნალის 1994 წლის მეორე ნომერი, სადაც ვრცელი ციტატები ორიგინალის დამოწმებით ვართ კლიმენტი ალექსანდრიელთან დამოკავშირებით ჩვენ მოხმობილი გვაქვს. აღნიშნავთ იმასაც, რომ ახლახანს გამოვა სრულიად მალე ბროშურის სახით კვლავაც შრომა კლიმენტი ალექსანდრიელი პედაგოგიურ ფილოსოფიური სწავლებანი, სადაც იგივე საკითხები კვლავ უფრო სრულად, უფრო ფართოდ არის წარმოჩენილი და მსმენელს შეუძლია ესეც მოიძიოს. მაგრამ მანამდე ჩვენ რადიო საუბარში რამდენიმე შეფასებას წარმოადგენთ, რაც ვფიქრობ სავსებით საკმარისია კლიმენტი ალექსანდრიელის შესახებ ჩამოყალიბებული აზრის შესაქმნელად. ანუ იმის გასაგებად, თუ რა დამოკიდებულება აქვს ეკლესიას ამ უდიდესი მოძღვრის მიმართ. ეს საკითხი აუცილებელია, იმიტომ რომ ეს პიროვნება უმეცართაგან იგმობოდა და იგმობა ჩვენს ქართულ სინამდვილეში, რითაც ფაქტობრივად იგმობა დიდ წმინდანთა სწავლებანი და დიდ წმინდანთა დამოკიდებულების ამსახველი სიტყვები კლიმენტი ალექსანდრიელისადმი. ამ დიდ წმინდანთაგან პირველ რიგში ჩვენ ვახსენებთ წმინდა ათანასე ალექსანდრიელს, რომელმაც კლიმენტი ალექსანდრიელს უწოდა ნორმა, კანონი ეკლესიისა. თუ ფიქრობთ, ეს აღმატებული გამონათქვამია. შემდეგ ვახსენებთ სახელგანთქმულ წმინდა ეპიფანე კვიპრელს, რომელიც ავტორია უზარმაზარი ორტომიანი შრომისა ერესების წინააღმდეგ, რაც ჩვენ ადრე მოიხსენიეთ პოლემიკის ჟანრის განხილვისას, სადაც ის კლიმენტის უწოდებს წმინდას, ჰაგიოს, ერთგან უწოდებს უწმინდეს, ჰაგიოტატოს. საგულისხმოა უდიდესი დოგმატიკოსის წმინდა კირილე ალექსანდრიელის შეფასება კლიმენტი ალექსანდრიელის უკვე მოძღვრებისა და მოღვაწეობისა. ის ამბობს ასეთ რამეს: კლიმენტი ალექსანდრიელი ყოვლითურთ შეუდგა მოციქულებს. არა უბრალოდ შეუდგა მოციქულებს, არამედ ყოვლითურთ შეუდგა მოციქულებს. ცნობილ ძეგლში პასქალური ქრონიკა მე-6-7 საუკუნეების ძეგლში კლიმენტის ეწოდება ასევე უწმინდესი, მეორე ბერძნული ტერმინის მიხედვით ჰიეროტატოს. რაც შეეხება წმინდა მაქსიმე აღსარებელს, ის ორგზის ორ გამორჩეულ ეპითეტს მოუხმობს ამ პიროვნების მიმართ. ერთ შემთხვევაში წმინდა მაქსიმე მე-7 საუკუნის ეს გიგანტი, პირობითად რომ ვთქვათ, ეს უდიდესი მოღვაწე მწვერვალი საეკლესიო ღვთისმეტყველებისა, კლიმენტის უწოდებს დიდს, დიდი კლიმენტი ამბობს ის, ჰო მეგას კლემეს, ასეა ბერძნულად. ხოლო მეორე შემთხვევაში მას უწოდებს ფილოსოფოსთა ფილოსოფოს. ისე როგორც მე-8 საუკუნის უდიდესი მოძღვარი, ჩვენს მიერ ხშირად ხსენებული წმინდა იოანე დამასკელი, კლიმენტის უწოდებს ნეტარს, როგორც ამბობს ნეტარი კლიმენტი, ამბობს ის. მისი შრომა ძველ ქართულადაცაა თარგმნილი და იქ პირდაპირ წერია ნეტარისა კლიმენტოისა და სხვა. რა თქმა უნდა, ეს არ გამორიცხავს, რომ კლიმენტი ალექსანდრიელს ცალკეულ ისე როგორც სხვა მოღვაწეებს ადრეული პერიოდისას, როდესაც ჯერ კიდევ ტერმინოლოგიური დახვეწილობანი არ იყო მწვერვალზე მისული, მათ შორის წმინდანებსაც კი იქნებოდა ეს იგივე წმინდა იუსტინე მარტვილი, წმინდა ირინეოს ლიონელი, წმინდა იპოლიტო რომაელი, სხვები, მეორე-მესამე საუკუნეების მოღვაწეები, ცალკეული ხარვეზები სახეზეა, მაგრამ ეს არა არსებითი ხარვეზი არ უნდა იყოს. თუ არსებითი ხარვეზია მოღვაწესთან, ის მოღვაწე ერეტიკოსი, ეს არ შეიძლება მართლმადიდებელი იყოს, ის არ შეიძლება დიდი იყოს, უწმინდესი იყოს, ნეტარი იყოს და სხვა. თორემ ცალკეული ხარვეზები ყოველთვის შეიძლება ვინმე შეამჩნიოს ტერმინოლოგიური დაუხვეწილობანი და სხვა. იმავე კირილე ალექსანდრიელთან ჩვენ რომ ვახსენეთ მაგალითად, თუნდაც ათანასე ალექსანდრიელთან, ბასილიდან და სხვა. იმიტომ რომ ტერმინოლოგია გამოთქმის ფორმა თანდათან ყალიბდებოდა, თანდათან იხვეწებოდა და აღწევდა უცდომელობას. მოძღვრებაში არ უნდა იყოს, მოძღვრების არსებით ნაწილში არ უნდა იყოს თომილება, ესაა გამსაზღვრელი პიროვნების შეფასებისას. და აი ეს მოძღვარი, ეს უდიდესი მოძღვარი კლიმენტი ალექსანდრიელი ყველა სხვა მოძღვართა კვალობაზე მრავალგზის გახაზავს ანტიკური ფილოსოფიის ცალკეულ მიღწევათა დიდ მნიშვნელობას
საკუთრივ ქრისტიანული მოძღვრების გამოთქმის მხრივ. ის ერთგან ასეთ შესანიშნავ სწავლებას ამბობს, რომ ჩეული ფილოსოფია, გამორჩეული ფილოსოფია ნამდვილად ღირსია ყურადღებისა, დიდი ღირსებითაა შემკული. მაგრამ რა არის ეს რჩეული ფილოსოფია? კლიმენტი იქვე განგვიმარტავს. ხოლო მე რჩეულ ფილოსოფიად ვამბობ არა პლატონის ფილოსოფიას, არა არისტოტელესას, ან და სტოიკოსებისას, ან და სხვებისას, არამედ ყოველივე ღირებულს თითოეული მათგანისაგან, ანუ ყოველივე იმას კარგს, რაც თითოეულმა მათგანმა კეთილად თქვა და აღმოაჩინა. აი ესაა შესანიშნავი განმარტება იმ საეკლესიო დამოკიდებულებისა, რაც ყველა მოძღვართან ვლინდება, როგორც ვთქვით, ანტიკურობისადმი, რომ როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ფილოსოფიაში ჭეშმარიტების მარცვლები არსებობს, ანტიკურ ფილოსოფიაში, აქ არ იგულისხმება ერთი პირის ფილოსოფია და მასზე აქცენტის გაკეთება. ჭეშმარიტ და რჩეულ ფილოსოფიად, ანუ ღირსეულ ფილოსოფიად ეკლესია რაცხდა ყოველივე იმას კარგს, კეთილს, მართებულს და მართებულში და კეთილში იგულისხმება მხოლოდ ის მოძღვრებანი, ისწავლებანი, რაც მართლმადიდებლურ მოძღვრებასთან თანხვედრია, აი ამგვარ ყოველივე კეთილს, რაც შეიძლებოდა ზოგი პლატონთან ყოფილიყო, ზოგი არისტოტელესთან, ზოგი სტოიკოსებთან, ზოგი უფრო ადრე თქვათ პითაგორასთან და სხვა. აი ესე ნაკრები, გამონაკრები რჩეული სწავლებებისა, ანუ მართლმადიდებლურ მოძღვრებასთან თანხვედრის სწავლებებისა ითვლებოდა ეკლესიის მამათაგან ღირსეულ მიღწევად ანტიკურობისა და ამის გამო აი ამ ნაწილს ეკლესია ყოველთვის დიდ ღირსებას განუკუთვნებდა. კლიმენტის გამონათქვამები აურაცხელია, ჩვენ ამაზე არ შევჩერდებით, იმ დასახელებულ ორ შრომაში მსმენელი ამას თვითონ მოიძიებს, უბრალოდ მიუთითეთ, რომ ეს დიდი მოძღვარიც იმავე თვალსაზრისისა იყო, რა თვალსაზრისითაც წმინდა იუსტინე თეოფილე ანტიოქიელი და საერთოდ მეორე საუკუნის მოძღვარნი. მესამე საუკუნის შემდეგ მეოთხე საუკუნეში მკვეთრად ჩამოყალიბებულ პოზიციას ანტიკურობისადმი ჩვენ ხედავთ დიდ კაბადოკიელ მამებთან. ყველა ნაბიჯზე მათთან მკვეთრად ვლინდება პატივისცემა რაიმე ღირსეული სწავლებისადმი, რაც ანტიკურობაში სახეზია, მაგრამ აქ მხოლოდ ანტიკურობაზე შეიძლება ჩვენ აქცენტი არ გავაკეთოთ. კარგად არის ცნობილი, რომ ბასილი დიდის, გრიგოლ ღვთისმეტყველის, გრიგოლ ნოსელის, თუნდაც იოანე ოქროპირის მასწავლებლები იყვნენ ფილოსოფიის, რიტორიკის და სხვა, წარმართი ფილოსოფოსები ლიბანიოსი, თემისტიოსი, ელევთეროსი, პროხერესი და სხვები. განსაკუთრებით ცნობილია ლიბანიოსი, იმიტომ რომ მისი მიწარმოწერა წმინდა ბასილდიდან, წმინდა გრიგოლ ნოსელთან დღემდე შემორჩენილია და ერთ-ერთ საუნჯედ ითვლება, ეპისტოლარულ საუნჯედ ეკლესიისად. ძველქართულადაც გახლავთ თარგმნილი, კერძოდ ბასილდიდისა და ლიბანიოსის ურთიერთმიწარმოწერა წმინდა ეფრემ ცირის მიერ, სხვათა შორის გამოცემულია და მკითხველს შეუძლია ის მოიძიოს, გამოცემული გახლავთ ხელნაწერთა ინსტიტუტის ორგანო, ასეთი მრავალთავი ეწოდება, მის მე-12 ნომერში ეს მიწარმოწერა. ჩვენ აქედან ციტატები სხვადასხვა დროს გამოგვიქვეყნებია კიდე წერილობითად, სადაც ჩანს უდიდესი პატივისცემა ბასილი დიდისა ამ წარმართი ფილოსოფოსისადმი. ის ერთ შემთხვევაში ასეთ რამეს ამბობს: სულიერნი სიტყვანი მიწიერმან ლიბანიოსმან აღწერნა. ძველი ქართული თარგმანი მომაქვს. სხვადასხვა შემთხვევებში ეს გამონათქვამები კვლავ სახეზია. იყო ასეთი შემთხვევა, რომ ლიბანიოს გარკვეული პაექრობების შემდეგ მიუღია გადაწყვეტილება, რომ წერა შეეწყვიტა. იგულისხმება პაექრობანი არა ქრისტიანებთან, არამედ თავის წრესთან, იმავე წარმართ ფილოსოფოსებთან. გრიგოლ ნოსელმა მას საგანგებო ეპისტოლე გაუგზავნა, ეს ეპისტოლე სხვათა შორის ახალ ქართული თარგმანით ჩვენ გამოვაქვეყნეთ. დაინტერესებულ პირს შეუძლია მოიძიოს იმავე ზემოხსენებული ჟურნალის გზა სამეუფოს მესამე ნომერში და ამ ეპისტოლეში გრიგოლ ნოსელი ეაჯება, ევედრება ლიბანიოს, რომ მან არ შეწყვიტოს წერა, რომ სულიერი საზრდო არ მოაკლოს მის პატივისმცემლებს. ცნობილია ეპისტოლე ლიბანიოსისადმი, აგრეთვე, სადაც ლიბანიოსი არის მზედ წოდებული, ხოლო ეს ეპისტოლე გახლავთ ბასილ დიდისა, ხოლო ბასილი თავის თავს განაკრძალებს, ანუ თავის თავს აფერხებს ამ მზესთან ახლოს მისვლისაგან, რომ არ დაიწვას მისი სხივებით. იმდენად აღმატებულად წარმოუჩნდება მას ეს პიროვნება. ანდა გავიხსენოთ წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის ცნობილი ქადაგება სათაურშივე რომ ფილოსოფოსისადმი მიმართული, ფილოსოფოს ირონისადმი ძველქართულად ასეა. კარგახანია გარკვეულია, რომ ეს ირონია არის იგივე მაქსიმე, ეგრეთ წოდებულ ცინიკოსთა სკოლის წარმომადგენელი ფილოსოფოსი.
და როგორ აღმატებით აქებს მას. ფილოსოფოს შევაქებ თუნდაც დავშვრეს სიტყვით, ამბობს გრიგოლ ღვთისმეტყველი და შემდეგ დასწრეს. ორი რამ უნდა ახასიათებდეს ადამიანს, ორიდან ერთი უნდა ახასიათებდეს ადამიანს, თუ არ უნდა რომ მთლიანად მოწყდეს ჭეშმარიტებას, ან ის რომ ფილოსოფოსობდეს, ან და ის რომ აქებდეს ფილოსოფიას. ვინც ამ ქადაგებას გრიგოლ ღვთისმეტყველისას წაიკითხავს, იქ უმრავლეს ადგილას აღმოაჩენს უმნიშვნელოვანეს და უაღრესად აღმატებულ შეფასებებს ანტიკური ფილოსოფიისას. იგივე წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი რამდენჯერმე იმოწმებს გვიან ანტიკური პერიოდის ფილოსოფოს პლოტინს. იმოწმებს პლოტინის სწავლებას უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ანონიმურად, როგორც უთქვამს ვინმეს ასე ამოწმებს, იმოწმებს დადებით კონტექსტში, რა თქმა უნდა. შემდეგ ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ წმინდა მაქსიმე აღსარება, თუნდაც იგივე წმინდა იოანე ოქროპირი. რამდენიმე მისი გამონათქვამი ფილოსოფიის შესახებ ჩვენ გამოაქვეყნეთ. მე-6-მე-6 საუკუნეების მრავალი მოძღვარი, მე-5 საუკუნის იგივე თევდორე დე კვირელი, ან და კირილე ალექსანდრიელი ჩვენს მიერ ხსენებული. წმინდა კირილე ალექსანდრიელი, რომელიც მართლაც ნიმუში უნდა იყოს ყველა ჩვენთაგანისთვის. კირილე ალექსანდრიელს აქვს ერთი ასეთი შრომა დაწერილი, ძალიან საყურადღებო უმნიშვნელოვანესი თხზულება, რომელიც ჩვენი აზრით ქართულადაც აუცილებლად უნდა ითარგმნოს. ეს გახლავთ თხზულება მიმართული ანტიკურობის წინააღმდეგ და კონკრეტული პასუხი გახლავთ ცნობილი ივლიანე განდგომილის, იმპერატორის, იგივე ივლიანე იმპერატორის, ივლიანე აპოსტატის წიგნზე გალილეველთა წინააღმდეგ. ივლიანე, რომელიც 361-363 წლებში რომის იმპერატორი იყო, კარგად არის ცნობილი, შეეცადა ანტიკურობის აღდგენას და ქრისტიანობის დაკნინებას. თუმცა მას აღზრდა ქრისტიანული ჰქონდა. დაწერა წიგნი გალილეველთა წინააღმდეგ, სადაც ის გალილეველებში ქრისტიანებს გულისხმობდა, ესე იგი იგივე ქრისტიანთა წინააღმდეგ, რომელიც დამოუკიდებელი სახით ჩვენამდე არ მოღწეულა. ამ შრომის პასუხი არავის არ დაუწერია თავის დროზე ქრისტიანთაგან, ამიტომ მე-5 საუკუნის დაახლოებით 20-30 წლებში წმინდა კირილე ალექსანდრიელმა ითავა ეს საქმე, მიუხედავად იმისა, რომ ივლიანე კარგახნის გარდაცვლილია, მისი შრომა არსებობს და ამიტომ კირილე თვლის, რომ რადგან ის პასუხგაუცემელია დღემდე, არსებობს საშიშროება წარმართთაგან იმ აზრის გავრცელებისა, რომ თითქოს ქრისტიანებმა მას ვერ უპასუხეს. შესაბამისად, კირილემ დაწერა თავისი ვრცელი შრომა, ისიც ვრცელი შრომა იყო თავისთავად, ივლიანეს შრომა. კირილემ დაწერა შრომა ალბათ დაახლოებით 30 წიგნად, ყოველ შემთხვევაში 20 წიგნად მაინც, 10 აქედან მოღწეულია სრულყოფილად, კირილეს შრომაზე გვაქვს საუბარი. და ეს შრომა, ეს უდიდესი შრომა განძი ნამდვილი საეკლესიო მოძღვრებისა, რა თქმა უნდა, ამ საკითხსაც ეხება. როდესაც ის ანტიკურობის დამცველს ეპაექრება, რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად მისგან იყო მოსალოდნელი, რომ ანტიკური ფილოსოფიაც დაეგმო. ეს იყო ყველაზე, ესე იგი, მკვეთრად წარმოსაჩენი მომენტი ანტიკური ფილოსოფიის უვარგისობისა, თუ კი ასე ფიქრობდნენ ეკლესიის მამები, ანტიკური ფილოსოფიის უვარგისობისა მთლიანობაში, რომ იქ არაფერი სიკეთე არ არის. მაგრამ რას ვხედავთ? კირილე ალექსანდრიელი რამდენიმე შემთხვევაში ვრცლად სათანადო ციტატების მოხმობით ასაბუთებს, რომ ანტიკურ ფილოსოფიაში მრავალჯერ გამკრთალა, მრავალჯერ გამოკრთომილა ჭეშმარიტი სწავლება, არა მხოლოდ ისეთ ზოგად თემებზე, რასაც აქამდე ჩვენ ვეხებოდით და აღნიშნეთ კიდე, რომ დავუშვათ იმის შესახებ, რომ ღმერთი სიყვარულია, რომ არსებობს დავუშვათ წინაგანგება, რომ ადამიანმა უნდა იმოღვაწეოს ღვთისადმი მიმსგავსების ნიშნი და სხვა, არამედ საკუთრივ საეკლესიო სწავლებათა გამოკრთომანიც კი, რომ არსებობს სამპიროვნება ერთი ღმერთისა. აქ არის საყურადღებო ასეთი მომენტი. ეკლესიის მამები ზოგჯერ გახაზავენ არაქრისტიანულ გარემოში, კერძოდ ანტიკურობაში და არა მხოლოდ ანტიკურობაში, იუდაიზმის ზოგ წარმომადგენელთან, ამაზე ჩვენ აღნიშნავთ კიდეც, როგორ გაკრთება ხოლმე სწავლება მამა ღმერთთან ერთად ძე ღმერთის შესახებაც. მაგრამ კირილე ამას კიდევ უფრო განავრცობს და ამბობს, რომ ანტიკურობის ზოგ პოეტთან და ფილოსოფოსთან მას პლატონი მოაქვს ნიმუშად და ზოგ პოეტთან გაკრთება სწავლება სამების შესახებ, მამის ცისა და სულის შესახებ და მოაქვს რამდენიმე ციტატა. ესაა ძალიან საგულისხმო ადგილები მის ამ შრომაში, რომელიც როგორც ვიგითარეთ, ქართულად თარგმნას აუცილებლად იმსახურებს. ასე რომ, კირილე ალექსანდრიელის იმ თვალსაზრისის მომხრია, რაზეც მრავალგზის გამოთქვეს შეხედულება მისმა წინამორბედებმა, რომ ანტიკური
ფილოსოფიური სისტემები, როგორც სისტემები აბსოლუტურად უარყოფილი ეკლესიისგან, მაგრამ თითოეულ ფილოსოფიურ სისტემაში შეიძლება იყოს რაღაც მარცვალი ჭეშმარიტებისა, მართლმადიდებლური მოძღვრების შემცველი სწავლება, რაც სწორედ მართლმადიდებლობას ეკუთვნის და არა იმ სისტემებს. ანუ როგორც წმინდა იუსტინემ თქვა, ადრე ვამბობდით, ქრისტიანებს ეკუთვნით ყველა ღირსეული სწავლება, რაც კი მართლმადიდებლურია და გამოკრთომილია არა მართლმადიდებლურ წიაღში და არა იმ წიაღში, არა იმ სარეველას, რაც ამ მარცვლების გარშემოა. კირილე ალექსანდრიელის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია ვახსენოთ, როგორც უკვე ვთქვით, წმინდა მაქსიმე აღმსარებელი, მაქსიმე აღმსარებელს უკავშირდება ერთი მნიშვნელოვანი თხზულება, ზიარი ადგილები, ასეც სათაურით. უფრო ეს გავრცელებულია ლათინური სახელწოდებით loci communes, ანუ ადგილები საერთონი, საერთო ადგილები, ზიარი ადგილები. აქ პირველად ვამჩნევთ ჩვენ იმ საღვთისმეტყველო საქმიანობის დასაწყისს, რაც გულისხმობდა კომპილაციურ კრებულთა კომპილაციური წიგნების შედგენას, თემატიკის და მიხედვით. ეს თემატიკა ზოგჯერ ამბაზეა დალაგებული. მაგალითად, ბერძნულად ამბაზე ჩვეულებრივ პირველ რიგში დგას აგნოსია თეო, ანუ უცოდნელობა ღვთისა. საკითხი თემა ასეთი. ანდა ამბას არ აქვს მნიშვნელობა დაუშვათ ღვთის ნების შესახებ. ანდა თუნდაც რწმენის შესახებ, ცოდნის შესახებ, ადამიანის შესახებ, სამყაროს შესახებ, თემები. და ამ თემის შესახებ არა საუბარი, არა განხილვა, არამედ ციტატების მოტანა. ციტატების კრებული ამა თუ იმ თემასთან დაკავშირებით. ციტატების კრებული რა ნიშნით? ჯერ ახალი აღთქმიდან სწავლებანი ამა თუ იმ თემაზე, მაგალითად ღვთის ნების შესახებ. რა არის ღვთის ნება? ღვთის ნების შესახებ. თუ კი რამ სწავლებანია მოცემული ახალ აღთქმაში, ჯერ ახალი აღთქმიდან ციტატები, შემდეგ ძველი აღთქმიდან ციტატები, შემდეგ ეკლესიის მამათა შრომებიდან ციტატები და ბოლოს ანტიკურ მოაზროვნეთაგან ციტატები, ღირსეული ციტატები. აი ეს 4 ნაწილედობა აქვს ამ შრომას და ამგვარი ტიპის შრომებს. და პირველი, რაც ჩვენ ვიცით, სწორედ ეს მაქსიმეს შრომა გახლავთ ზიარი ადგილები. სხვათა შორის აქ ისეთი საყურადღებო მოვლენებიც არის, მაგალითად რწმენის შესახებ. პერი პისტეოს, პისტის რწმენა ბერძნულად. აი ამ თემასთან დაკავშირებით ყველაზე ვრცელი რამდენიმე ციტატაა და ყველაზე ვრცელი ციტატა მოტანილია არისტოტელესგან, წმინდა მაქსიმე აღმსარებლის მიერ. ასე რომ ღირსეულად ჩათვალა მან ეს სწავლება, თორემ ისე მხომარ მოუხმოვდა, რა თქმა, ისე როგორც ყველა სხვა შემთხვევაში. და მაქსიმეს შემდეგ მერვე საუკუნეში წმინდა იოანე დამასკელი. ჩვენ რამდენჯერმე ვახსენეთ მისი უდიდესი შრომა, სახელგანთქმული შრომა, სათაურით წყარო ცოდნისა. აი ეს შრომა სამნაწილედია. პირველი ნაწილი გახლავთ სწორედ ის ნაწილი, რაც ანტიკურ ფილოსოფიას უკავშირდება. სახელწოდებით საფილოსოფოსონი თავნი, ძველ ქართულად ასე ეწოდება მას. ჩვენ აქ დროებით ვწყვეტთ საუბარს და გავაგრძელებთ შემდეგ საუბარს ზუსტად ამ შეწყვეტილი საკითხიდან.